საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განკარგულებით ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი გონერ პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ რესურს ცენტრის თანამშრომლებმა სამუშაო საათის დასრულებამდე მიიღეს. კონკრეტულად რას უკავშირდება პაპავას დათხოვნა, ამაზე რესურს ცენტრში არაფერს ამბობენ, თუმცა გათავისუფლების ფაქტ ჩვენთან საუბარში ადასტურებენ. ველოდებოდით იმყოფებოდა რესურს ცენტრში და აუდიტის სამსახური, მაგრამ წუხელ დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მიიღეთ ბატონ გონერი პაპავას გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანება. ხო არ უკავშირებად მამუკაის გათავისუფლება ზოგადად იმ ფილმიჩვენებას, რომელიც მარტში გაიმართა და არანაირად ფილმისთან დაკავშირებით არა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით გონერი პაპავას თანამდებობიდან გათავისუფლება შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა. სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნატა ასათიანის განმარტებით პაპავას დრო მიეცა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა მისი თქმით რეალურად რესურს ცენტრში არაფერი გამოსწორებულა. ფინანსურ დარღვევებზე და ადმინისტრაციულ სახის დარღვევებზე საუბარი, ასევე შესყიდვების საკითხშიც გარკვეულ დარღვევებს აქვს ადგილი აუდიტის დასკვნის საფუძველზე. მან მიიღო ადრე გაფრთხილება, რომ გამოესწორებინა გარკვეული დარღვევები, რომელიც წინა აუდიტის დასკვნაში იყო ასახული, თუმცა არაფერი არ იყო გამოსწორებული საბოლოო ჯამში. სწორედ ეს დარღვევები გახდა საფუძველი მისი გათავისუფლების. ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი. ანი წითლიძის განცხადებით, პაპავას გათავისუფლება მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება და მის გათავისუფლებაში ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია დაადანაშაულა. პირდაპირ თქვათ, რომ მის გათავისუფლებაზე ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის უკან საუბრობდა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, რომელიც აღნიშნავდა, რომ ის აუცილებლად გათავისუფლდებოდა თავისი პოლიტიკური გამონათქვამების გამო დაკავებული თანამდებობიდან. წითლიძის განცხადებით, პაპავა მარტში ზუგდიდში გამართული ფილმის სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკების ხმაურიან ჩვენება შეეწირა, სადაც სკოლის მოსწავლეები მოტყუებით მიიყვანეს. თანამდებობიდან და თუ გავიხსენებთ ფაქტს, როდესაც სკოლის მოსწავლეები მოტყუებით მიიყვანეს ფილმის ჩვენებაზე, გონელი პაპავას ჰქონდა პოზიცია, რომელიც უნდა ქონოდა ნორმალური რესურს ცენტრის ხელმძღვანელს და როდესაც გონელი პაპავას გვერდისავლით მერია, რაიონის საკრებულო და გამგეობის წარმომადგენლები რეკავდნენ სკოლის დირექტორებთან და ავალებდნენ მათ, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები მიიყვანათ ამ ფილმის ჩვენებაზე. გაუგებარია, რატო და რა მიზეზი დაისაჯა გონელი პაპავა მაშინ, როდესაც მერიის ეს მაღალჩინოსნები და რაიონის და გამგეობის მაღალჩინოსნები დღესაც იკავებენ დაკავებულ თანამდებობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქის მერს დაუკავშირდით. ირაკლი გოგოხიამ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო და აბსურდის თეატრი უწოდა. მე თუ შემიძლია ისე მოვხსნის, გავიცე ძალიან ჩემი situație afasă națională moldova, me acem și să vedem, nu ვიცი და არანაირი ბერკეტი მე განათლების სამინისტროდან ნამდვილად არ მაქვს. გენისბერგს ალბათ თავის დასწრებას გამოახმოვნებს, რატო და რა შეცდომები ქონდა რაღაცა არ ვიცი და აბსოლუტურად არ ვერევი და ვერ ჩავერევი. არანაირად გამომდინარე და რა გითხრათ არ ვიცი, ახლა აბსურდია. გრძელდება აბსურდის თეატრი. მოგვიანებით ტელეკომპანია ოდიშთან სატელეფონო კომენტარი გააკეთა რესურს ცენტრის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. გონერი პაპავას განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რომ ყოფილიყო რაიმე სახის გადაცდომებზე საუბარი სამართლებრივი, ფინანსური, ადმინისტრაციული დარღვევებთან დაკავშირებით განათლების და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელიც არ დაასრულებდა შესაბამისი დისციპლინური სახდელებით, რომლის გამოყენება მას როგორც საჯარო სამსახურის შესახებ, ასევე შრომის კანონმდებლობა და მოქმედი კანონმდებლობები კიდევაც აღგებდა უფლებას. ახლა აბსოლუტურად ეს არის ჩემი პირდაპირი რწმენი და არა მარტო ჩემი პირდაპირი რწმენი და არამედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით, რომელთანაც არამცარი კავშირი არ აქვს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს. ჩვენს კითხვაზე ხომ არ უკავშირდება მისი გათავისუფლება ყოფილი პრეზიდენტის შესახებ გადაღებულ სკანდალურ ფილმს, რომლის პრეზენტაცია ხმაურიანად ჩატარდა ზუგდიდში, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით არა, რადგან მასში მონაწილეობა რესურს ცენტრს არ მეუღია, თუმცა პაპავამ ადგილობრივი ხელისუფლება სკოლის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა. ზუგდიდში სამეგრელოს ზემოწმაეთის გუბერნატორი, ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის საკრებულო
და თავისთავად რაიონის გამგებელი და განსაკუთრებული სამსახურები, რომლებიც მასთან ერთად რეალურად მოქმედებენ და მათი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიზირებული ყოფილიყო განათლების სისტემა, განათლებისთან მეცნიერების მინისტრმა ქალბატონმა თამარმა რეალურად აჩვენა, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული არ უნდა იქნან პოლიტიზირებული და სკოლის დირექტორები იქნან შეცდომაში, ხალხი მაშინაც თვითმარჩევების მერის საკრებულოს თავმჯდომარის, რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის, სამაცა მიიღეს დავალება გუბერნატორისა და სამეგრელოს ზემოშუაჯის გუბერნატორისაგან. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ განიხილება გონერი პაპავას ადგილმონაცვლედ საგანმანათლებლო რესურს ცენტრში. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. გონერი პაპავა აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა.